რუსეთმა და ამერიკამ ერთმანეთს მეგობრულად ჩამოართვა ხელი. განაცხენებული უკრაინის პრეზიდენტი კი დახმარების სათხოვნელად ანკარას ექვია. ინდოეთის პრემიერის ვიზიტი ვაშინგტონში. ცივი შხაპის ეფექტი ევროკავშირში. ბელგიის ნაციონალისტი პრემიერ-მინისტრი ჩვენს ლიდერების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. რამდენიმე წლით პარალიზებული რუსულ-ამერიკული ურთიერთობა ელვისებური სისწრაფით იცვლება, რასაც საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ახლახანს გამართული რუსულ-ამერიკული შეხვედრა მოწმობს. დეიტანტის პიონერები ბიზნესმენები აღმოჩნდნენ. ტრამპის მეგობარი და მისი საგანგებო სპიკერი სტივ ვიტკოფი და რუსეთის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი. ისინი ერთმანეთს 10 წლის წინ გააცნო ტრამპის სიძემ ჯარედ კუშნერმა. თავად კუშნერი კი დმიტრიევს დიდი ხნის წინ შეხვდა, როცა დმიტრიევი ამერიკაში ცხოვრობდა და ცნობილ საინვესტიციო კომპანია Goldman Sachs-ში მუშაობდა. ამ სიახლოვესთან დაკავშირებით დმიტრიევს უთქვამს ძველმა ბიზნეს მეგობრობამ აჯობა დიპლომატიურ ბიუროკრატიასო. ერ-რიადის შეხვედრაში მონაწილეობდნენ ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების დარგში მაიკ უოლცი, სტივ ვიტკოფი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი, პუტინის პირადი მრჩეველი უშაკოვი და დმიტრიევი. შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ შეხვედრამ საკმაოდ თბილ ვითარებაში ჩაიარა. მხარეებმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე რუსულ-ამერიკული ურთიერთობა და უკრაინის ომი განიხილეს. გადაწყდა, რომ მომავალი მოლაპარაკების წინასწარ მოსამზადებლად სხვადასხვა დონისა და შინაარსის საკონსულტაციო მექანიზმები შეიქმნება. ასევე მოხდა შეთანხმება საელჩოების სრულყოფილ მუშაობაზე. შეგახსენებთ, უკრაინის ომის დაწყებისთანავე შეფერხდა საელჩოების საქმიანობა. ორივე მხარეს არაერთი სამსახური დაიხურა, გააძევეს ერთმანეთის დიპლომატები. ახლა კი საელჩოები 2022 წლამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. როგორც რუსულმა და ამერიკულმა მასმედიამ განაცხადა, ტრამპი მოსკოვში ახალი ელჩის გაგზავნას აპირებს. ეს არის ჩვენთვის კარგად ცნობილი დიპლომატი რიჩარდ ნორლანდი 2012-15 წლებში ამერიკის ელჩი საქართველოში. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შეხვედრის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა. დღეს გადაიდგა პირველი დიდი და რთული ნაბიჯი, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი მომავალი გეგმებისთვის. შეხვედრაზე არ იყვნენ მიწვეულნი უკრაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. როგორც თეთრ სახლმა განაცხადა, უკრაინის მხარის ჩართვა მოლაპარაკებებში სხვა ეტაპზე მოხდება. ამით ტრამპმა ზელენსკის მიმართ ბაიდენის დაპირება დაარღვია. არაფერი უკრაინაზე, უკრაინის გარეშე. ევროპული მასმედიის თქმით, ტრამპი არა მხოლოდ უკრაინის საკითხში, არამედ ყველაფერში ბაიდენის საპირისპიროს აკეთებს. ტრამპის გადაწყვეტილებებზე განაცხენებულმა უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, თუ ასე გაგრძელდა, უკრაინა მოლაპარაკების შედეგებს არ ცნობსო. ამერიკელებისგან იზოლირებულმა უკრაინის პრეზიდენტმა გამბედაობა გამოიჩინა და დახმარების სათხოვნელად თურქეთის პრეზიდენტს ეწვია. მათი შეხვედრის დროს გამოჩნდა, რომ ერდოღანიც ნაწყენია ამერიკაზე და რუსეთზე. უკრაინის ომის პირველივე დღიდან თურქეთი ცდილობდა შემრიგებლის როლი ეთამაშა. ერდოღანი და მისი კაბინეტი სისტემატურად აქტიურობდნენ. გასახსენებლად, სტამბულის 2022 წლის მოლაპარაკებაც კმარა. ამ დროს ტრამპმა სიტყვაც კი არ დაძრა თურქეთის შესახებ. ანკარას არ ესიამოვნა ტრამპმა შეხვედრის ადგილად არა თურქეთი, არამედ საუდის არაბეთი რომ დაასახელა. თან რუსეთი არ იყო წინააღმდეგი, მოლაპარაკება თურქეთში გამართულიყო. ერდოღანმა ზელენსკის დახმარება და თანადგომა აღუთქვა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ
თურქეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. შეხვედრის შემდეგ ერდოღანს უკრაინის შესახებ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან. რაც შეეხება ევროპას, უნდა ითქვას, რომ დიდ იზოლაციაში მოხვდა. ტრამპი და მისი ადმინისტრაცია არ მალავს, რომ ევროპას მოლაპარაკების მაგიდასთან განგებ არ იწვევს, თითქოს სჯის ევროპას. ამის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა გერმანიის მსხვილი სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის რაინ მეტალის პრეზიდენტმა არმინ პაპერგერმა. ამერიკა მოლაპარაკების პროცესშია რუსეთთან და არც ერთი ევროპელი არ ზის მაგიდასთან. ნათელი გახდა, რომ ევროპელები ბავშვებს გვანან, რადგან ბავშვურად იქცევიან. თუ გსურს, რომ სერიოზულად მოგვექცნენ, ჩვენს უსაფრთხოებასა და თავდასხმას ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ. მეტი რაღა უნდა ეთქვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის შემდეგ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ჩავიდა. პირისპირ შეხვედრამდე ამერიკისა და ინდოეთის ლიდერმა მასმედიით ერთმანეთს დიდი პატივისცემა დაუდასტურეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ტრამპი და მოდი ორი ქვეყნის დაახლოებას სერიოზულ მნიშვნელობას ანიჭებენ. შეიძლება ითქვას, რომ ინდოეთთან მიმართებით ტრამპი ბაიდენის პოლიტიკას განაგრძობს. საუბარია ამერიკის მიერ ინდოეთის თავის მხარეს გადმობირებაზე. ინდოეთი გლობალური მასშტაბის მოთამაშეა. ის როგორც ბრიქსის, ისე გლობალური სამხრეთის ძლიერი წევრია. აქედან გამომდინარე, ამერიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ასეთი მოკავშირის ყოლა. თავის მხრივ ინდოეთსაც ხელს აძლევს ამერიკის კეთილგანწყობა, რომ ჩინეთთან გართულებული ურთიერთობა დააბალანსოს. ერთი სიტყვით, ამერიკისა და ინდოეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ორივე ჩინეთის დასუსტებითაა დაინტერესებული. რაც შეეხება ჩინურ-ინდურ ურთიერთობას, ის არც არასდროს ყოფილა ბოლომდე დალაგებული. საქანელასავითაა, ხან ერთხელაც იხრება, ხან მეორეს. ხშირად უკიდურესად იძაბება ხოლმე ეს ურთიერთობა. ამ რამდენიმე წლის წინ სასაზღვრო ტერიტორიების გამო, მათ შორის კინაღამ კონფლიქტმა იფეთქა. დრო და დრო მეგობრობენ კიდეც, მაგრამ უნდობლობასა და ეჭვებს მაინც ვერ აღწევენ თავს. სათქმელია ისიც, რომ ინდოეთს დასავლეთის გამო არ სურს სხვა ქვეყნებთან დაპირისპირება. აი, ასეთ გაწონასწორებულ საერთაშორისო პოლიტიკას ატარებს ინდოეთის ლიდერი დღეს. ვაშინგტონში ვიზიტით ნარენდრა მოდიმ ტრამპს დაუყვავა ერთგვარად ინდოეთისთვის ტარიფების გაზრდის თავიდან აცილების მიზნით. ტრამპი მის პირველ პრეზიდენტობაში და ახლაც უკმაყოფილოა ინდოეთთან სავაჭრო დისბალანსის გამო. ამბობს, რომ ინდოეთი უფრო მოგებულია, ვიდრე ამერიკა. შარშან ინდოეთის სასარგებლოდ ვაჭრობის დისბალანსმა 45 მილიარდი დოლარი შეადგინა, რომლის გასასწორებლად ტრამპი ტარიფების დაწესებას აპირებდა. მოდიმ კი ეს ვიზიტი ტრამპის განწყობის შესაცვლელად გამოიყენა. თებერვლის დასაწყისში ინდოეთმა ზოგიერთ მოტოციკლზე, მათ შორის ამერიკულ ჰარლი დავიდსონზე, იმპორტის გადასახადები შეამცირა და პარტნიორ შეპირდა, რომ ტარიფებს სხვა ამერიკულ იმპორტზეც შეამცირებდა. თეთრი სახლის ხელმძღვანელთან შეხვედრისას ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 500 მილიარდ დოლარს მიაღწევდა, რაც ინდოეთისთვის ამერიკული ნავთობისა და გაზის ინტენსიური მიწოდებით განხორციელდება. ნიუ-დელი ამერიკული ენერგორესურსების ყოველწლიურ შესყიდვებს 15-დან 25 მილიარდ დოლარამდე გაზრდის. გარდა ამისა, გადაწყდა, რომ მალე ამერიკა და ინდოეთი ახალ სავაჭრო შეთანხმებას მოაწერს ხელს, რითაც უფრო დიდი წვდომა ექნებათ ერთმანეთის ბაზრებზე და ტარიფებიც შემცირდება. ინდოეთისა და ამერიკის ლიდერთა შეხვედრის მეორე მნიშვნელოვანი შედეგი
თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმება იყო. ჩვენ გავზრდით სამხედრო გაყიდვებს ინდოეთში მრავალი მილიარდი დოლარით. ასევე მოხსნით დაბრკოლებებს, რათა ინდოეთმა ამერიკის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავი F-35 შეიძინოს, განაცხადა ტრამპმა. კიდევ ერთი საყურადღებო თემა, რომელიც მოდის ვიზიტის დროს გაჟღერდა, არალეგალური მიგრაცია იყო. ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მონაცემებით 2022 წელს ქვეყანაში არალეგალურად დაახლოებით 220,000 ინდოელი მიგრანტი ცხოვრობდა. 2024 წელს ეს რიცხვი გაორმაგდა. ნარენდრა მოდიმ სიტყვა მისცა მეორე მხარეს, რომ ინდოეთი ამერიკასთან არალეგალური მიგრანტების პრობლემის გასამკლავებლად ითანამშრომლებს. მიუნხენის 2025 წლის უსაფრთხოების კონფერენციამ თავისი სრულიად არაორდინალური ადგილი დაიკავა ისტორიაში, რომლის შედეგები დიდხანს იქნება ცხარე კამათისა და განსჯის საგანი. ამ ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმზე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოსული პოლიტიკოსები, სამხედრო სპეციალისტები და უსაფრთხოების ექსპერტები თანამედროვეობის ყველაზე აქტუალურ პრობლემებზე მსჯელობენ. წლევანდელი კონფერენციის მთავარი პოლიტიკური ფიგურა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი J.D. Vance აღმოჩნდა. მან თავის მწვავე გამოსვლაში ევროპული პოლიტიკა გააკრიტიკა, ხაზგასმით აღნიშნა რა, რომ ევროპისთვის მთავარი საფრთხე რუსეთი და ჩინეთი კი არა, თავად ევროპაა. ვენსმა ევროკავშირს რუმინეთში გაუქმებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო შეუტია. რუმინელებს უთხრა, თუ თქვენს დემოკრატიას, რომელიღაც უცხოურმა მთავრობამ მხოლოდ რამდენიმე $100,000 ღირებული რეკლამით შეიძლება გადაუსვას ხაზი, გამოდის არც თუ ძალიან მაგარი დემოკრატია ქონიათო. მისი თქმით, რუმინეთში არჩევნების გაუქმებით გამოწვეულმა აჟიოტაჟმა და სხვა ქვეყნებისთვის მსგავსი ნაბიჯის გადადმისკენ მოწოდებამ ამერიკელები შოკში ჩააგდო. ამის გარდა ვენსმა ევროპის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად მასობრივი მიგრაცია დაასახელა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა მემარჯვენე პარტიებს, რომლებსაც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა აეკრძალათ. ასე თქვა, დემოკრატია იმ წმინდათა წმინდა მოსაზრებას ეყრდნობა, რომ ხალხის ხმა მნიშვნელოვანია. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ილონ მასკის გაკიცხვის მცდელობის გამო ევროპული ისტაბლიშმენტიც გააკრიტიკა. თუ ამერიკულმა დემოკრატიამ მთელი 10 წელი გრეტა თუნბერგის გზავნილებს გაუძლო, რამდენიმე თვით თქვენც მოითმინეთ ილონ მასკის გამოსვლებიო. დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის გათვალისწინებით ხალხის ხმას ყური უნდა მივუგდოთ, განაცხადა J.D. Vance-მა. მისმა გამოსვლამ კონფერენციის მონაწილე ევროპელი პოლიტიკოსები გააოგნა. ვენსის სიტყვას გულში არავინ დაეთანხმა, მაგრამ ერთი-ორი პოლიტიკოსის გარდა ყველა დუმდა. მხოლოდ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა პისტორიუსმა და კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსმა ხმამაღლა გააკრიტიკა ვენსი. ამ სიჩუმისთვის გერმანიის მასმედიამ ულმობლად გაკიცხა ევროპელი პოლიტიკოსები და მათ საქციელს ლაჩრული უწოდა. ითქვა, რომ ევროპის პოლიტიკური ელიტა ამერიკელებისგან სწორედაც რომ იმსახურებს ასეთ შეფასებას. ადრე ანგელა მერკელს შეეძლო ხმის ამოღება, ახლა კი ევროპა დუმს. გერმანულ პრესაში გაისმა კითხვა, რატომ წარმოსთქვა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ასეთი სიტყვა. პასუხი შეკითხვას მედიამ თავად გასცა. ბოლო 1 წლის მანძილზე ტრამპისა და მისი პოლიტიკის მიმართ გაუთავებელი კრიტიკის გამო ვენსმა ბრიუსელზე შური იძია. ეს ერთი და მეორე ის, რომ ტრამპის მოსვლით ამერიკის იდეოლოგია შეიცვალა, ის უფრო კონსერვატული გახდა, რაც დისონანსში მოდის ევროპულ ლიბერალიზმთან. ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი მაინც ძველი მსოფლიო წესრიგის მოშლაა. ამერიკის ახალი მთავრობა
შექმნილ ქაოსში მისთვის სასარგებლო პოლიტიკის გატარებაზე ფიქრობს. ევროპა კი თავდახრილი ცდილობს არ შეიმჩნიოს ლიბერალური წესრიგის დაშლა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელმა კრისტოფ ჰეუსგენმა არაორაზროვნად აღნიშნა, რომ წლევანდელი ფორუმი გარკვეული გაგებით ევროპული კოშმარი აღმოჩნდაო. ახლა ევროპას გადასაწყვეტი აქვს, განაგრძობს თუ არა ძველებურად ცხოვრებას და თუ განაგრძობს, მისი დაღმასვლა გარდაუვალია, ხოლო თუ ძალას მოიკრებს და პოლიტიკას გადატვირთავს, ის ხელახლა აღმოცენდება. ცივი ომის დროს ამერიკის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა გაიხუმრა ევროპასთან საუბარი თუ მჭირდება, არ ვიცი ვის დაურეკო, რადგან ევროპა ერთ ხმაზე არ ლაპარაკობსო. დღესაც ასეა. უკვე მერამდენეჯერ ითქვა, რომ ევროპას თავისი ჯარი სჭირდება, რომ სამხედრო ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს და სხვა, მაგრამ დღემდე ნათქვამი მხოლოდ ნათქვამად რჩება. ეტყობა ამერიკა ძალიან დაღალა ევროპამ. ამერიკას იმედი არ აქვს, რომ ევროპა სერიოზულად მოეკიდება მსოფლიოს ბოლოდროინდელ გამოწვევებს. ამ მდგომარეობაზე კარგად თქვა ამერიკის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა კით კელოგმა. როცა კითხეს, რატომ არ არის ევროპა მიწვეული ამერიკა რუსეთის მოლაპარაკებებზე, მან ასე უპასუხა: ევროპას ბევრი ხმა აქვს და ერთი აზრი არა. ამიტომ მოლაპარაკებებში მხოლოდ ქაოსს შეიტანსო. ბელგია მსოფლიოში ცნობილი ქვეყანაა. მის დედაქალაქში ევროკავშირისა და ნატოს შტაბ-ბინაა განთავსებული. არადა, როგორც სახელმწიფო, მხოლოდ მე-19 საუკუნეში დაარსდა. მანამდე სხვადასხვა დროს მისი ტერიტორია საფრანგეთის, ჰოლანდიის და ესპანეთის სამეფოების ნაწილი იყო. ახლა ბელგია თავადაა სამეფო, რომელიც 3 რეგიონს მოიცავს. ქვეყნის ჩრდილოეთი ჰოლანდიურ ენაზე მოლაპარაკე ფლანდრიას უკავია. სამხრეთში ფრანგულენოვანი ვალონია მდებარეობს. მესამე რეგიონი ძალიან მცირე ზომის აღმოსავლეთ კანტონია, რომლის მოსახლეობა გერმანულად საუბრობს. ერთი სიტყვით, ბელგიაში 3 სახელმწიფო ენაა. ქვეყანა ფედერალურ საპარლამენტო დემოკრატიაზე დაფუძნებული კონსტიტუციური მონარქიაა. ყველა რეგიონს, რომელიც პროვინციებად იყოფა, თავისი პარლამენტი და მთავრობა ჰყავს. დედაქალაქი ბრიუსელი არც ერთ პროვინციაში არ შედის. ის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულია. სახელმწიფოს მეთაური ბელგიელთა მეფეა, ასე უწოდებენ, ბელგიელთა მეფე. მთავრობის მეთაური კი პრემიერ-მინისტრია. ბელგიის ახლანდელი პრემიერი 54 წლის ბარტ დე ვევერია. ის ანტვერპენის პროვინციის ქალაქ მორცელში, რკინიგზელის ოჯახში დაიბადა. დედა პატარა სასურსათო მაღაზიის მფლობელი და გამყიდველი იყო. დე ვევერების ოჯახის წევრები ტრადიციული ნაციონალისტები არიან. ეროვნული მოძრაობა ასაკით ბელგიის სახელმწიფო სტოლია, რომელიც ფლანდრიის დამოუკიდებლობის ან ჰოლანდიასთან შეერთებისთვის იბრძვის. მარტ დე ვევერის პაპა რადიკალური მემარჯვენე პარტიის ფლანდრიის ეროვნული კავშირის აქტიური წევრი იყო. პატარა ბარტ დე ვევერი ოჯახთან ერთად ხშირად მონაწილეობდა ხოლმე დემონსტრაციებში. ბარტ დე ვევერს ერთი ძმა ჰყავს, რომელიც ფლანდრიის ცნობილი ისტორიკოსია, თავადაც ისტორიკოსია. ლიოვენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, იქვე მუშაობდა ისტორიკოსად. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ფლანდრიული ენციკლოპედიის დაწერასა და გამოცემაში. ბარტ დე ვევერი რამდენიმე გაზეთის მთავარი რედაქტორიც იყო. ოჯახური ტრადიციის მიხედვით ფლანდრიის სახალხო კავშირის წევრი გახდა და 1996 წელს ქალაქ ბერჰემის საკრებულოს წევრად აირჩიეს. 2001 წელს შიდა პარტიული კრიზისის გამო ფლანდრიის სახალხო კავშირი დაიშალა. იმავე წელს ფლანდრიელმა ნაციონალისტებმა გერტ ბულჟუამ და ბერტ დე ვევერმა ახალი პარტია დააარსეს სახელწოდებით
ფლანდრიის ახალი ალიანსი. 2004 წლიდან დღემდე ბარტ დე ვევერი ამ პარტიის ლიდერია, თუმცა მისივე თხოვნით ოფიციალური სამთავრობო თანამდებობა არ ქონია. მხოლოდ პარტიული და საპარლამენტო საქმიანობით იყო დაკავებული. ამ ხნის განმავლობაში ბარტ დე ვევერი ფლანდრიის რეგიონის რამდენიმე და ქვეყნის პარლამენტის 3 მოწვევის წევრი იყო. 2010-13 წლებში ბელგიის სენატის წევრიც გახლდათ. 2007 წელს ბელგიაში ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, რომელიც ფლანდრიულმა სეპარატიზმმა გამოიწვია. მაშინ ბელგია მთელს მსოფლიოსთან ერთად ფინანსურ კრიზისს განიცდიდა. მაშინდელმა მთავრობამ საფინანსო და საბიუჯეტო პროგრამების შეკვეცა დაიწყო, რამაც ფლანდრიაში დიდი სახალხო უკმაყოფილება გამოიწვია. ფლანდრიაში იმიტომ, რომ კეთილდღეობით გათამამებული ფლანდრიელები განსაკუთრებულ შეღავათებს ითხოვდნენ. ამ ამბავმა მაშინდელი მინისტრთა კაბინეტი შეიწირა. 2010 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, მაგრამ კონფლიქტი მაინც ვერ აღმოიფხვრა. ქვეყნის დაწყნარებას 1 წელი დასჭირდა. 2013-25 წლებში ბარტ დე ვევერი ანტვერპენის მერი იყო. მისი პარტია მაშინდელი პრემიერ-მინისტრის შარლ მიშელის მიერ შექმნილ კოალიციაში შევიდა, მაგრამ 2018 წელს მიგრანტთა პრობლემების გამო ბარტ დე ვევერის პარტიამ სამთავრობო კოალიცია დატოვა. 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარტ დე ვევერის პარტია პირველ ადგილზე გავიდა, მაგრამ მასთან და მის პარტიასთან არავის არ უნდოდა თანამშრომლობა. მოგვიანებით სხვა პარტიებმა ალექსანდრ დე კროს ხელმძღვანელობით კოალიცია შექმნა. ბარტ დე ვევერი კი ოპოზიციაში გადავიდა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარტ დე ვევერის პარტია ისევ პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა ქვეყნის სათავეში მოსვლისთვის ისევ კოალიციის შექმნა დასჭირდათ. პროცესი 8 თვემდე გაიწელა. ბოლოს მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ 5 პარტიისგან შემდგარი სამთავრობო კოალიცია შედგა, რომელშიც 3 ფლანდრიული და 2 ფრანგულენოვანი პარტია შევიდა. ბარტ დე ვევერი კი ბელგიის 55 და პირველი ფლანდრიელი ნაციონალისტი პრემიერ-მინისტრი გახდა. ბარტ დე ვევერი კონსერვატორ ნაციონალისტია, რომელიც ფლანდრიის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს. მისი თქმით, ბელგიის სახელმწიფო პერმანენტულ კრიზისშია და გამოსავალი მხოლოდ ფლანდრიის დამოუკიდებლობაა. ბარტ დე ვევერი ბრწყინვალე ორატორია. გამოსვლებში მას ლათინური ფრაზების გამოყენება უყვარს. იგი რადიკალური და ქსენოფობიური გამოსვლებითაცაა ცნობილი. როცა ფლანდრიის რეგიონში უფრო მეტი ფრანგულენოვანი სკოლების გახსნის საკითხი დადგა, ასე თქვა, ფლანდრიაში ეროვნული უმცირესობები არ არსებობს, ისინი მხოლოდ მიგრანტები არიანო. ბარტ დე ვევერი კაცრია ნამდვილი მიგრანტების მიმართაც. ამ პრობლემასთან დაკავშირებით ის გაუჩერებლად აკრიტიკებდა ბელგიის ხელმძღვანელობას. მისი აზრით, აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მოზღვავებულმა მიგრანტთა ნაკადმა ბელგიაში შესამჩნევად გააუარესა ცხოვრება, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით. ანტვერპენის ებრაელთა სათვისტომო შუა საუკუნეებიდან არსებობს, მაგრამ მათ არასდროს არ უცდიათ თავიანთი რელიგიისა და კულტურის თავზე მოხვევა. აქაური მუსლიმი მიგრანტები კი ყოველდღე ითხოვენ ჩვენი ადაწესების შეცვლას. ჩვენი ლიბერალები კი ამ ყველაფერზე მათ თავს უხრიანო, განაცხადა ბარტ დე ვევერმა. ასეთი რადიკალური გამოსვლების გამო ბელგიის მთავრობამ ბარტ დე ვევერს ჯერ კიდევ 2013 წელს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა. მისივე თქმით, ის ხშირად იღებს მუქარებს მისი მკვლელობის შესახებ. ერთხელ პოსტით წერილი მიიღო, რომელშიც სიმბოლურად ერთი ტყვი აიდო. 2009 წელს ბარტ დე ვევერი quiz show ტელეგადაცემაში მონაწილეობდა, რომელშიც საყოველთაო დაჩვენა თავისი ერუდიცია და ფინალშიც მოხვდა, რის შემდეგ მისი რეიტინგი შესამჩნევად გაიზარდა. 2012 წლამდე ბარტ დე ვევერს ჭარბი წონა ჰქონდა და თავისი გამოგონილი დიეტით
6 თვეში 50 კილოგრამი დაიკლო. დიეტა, რომელიც მის სახელს ატარებს, ბელგიაში ძალიან პოპულარული გახდა. ბარ დე ვევერი ბედნიერ ქორწინებაშია. წყვილს 4 შვილი ჰყავს. დღეს ასე დავასრულებ, მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს საღამოს ისევ თქვენთან ვარ. ნახვამდის.